ბიბლიის თანახმად, ყველა ენა ერთდროულად ლეგენდარული ბაბილონის გოდოლის დაანგრევის დროს წარმოიშვა. განმარტებისთვის განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ექსპერტებს მივმართეთ. ბაბილონის გოდოლის არსებობა არ დასტურდება. ბაბილონის გოდოლი უბრალოდ არქაული ხანის ფაქტი არ არის. დღეს ერთ-ერთი მსოფლიო დიქტატორის ბრძანებით ბაბილონის გოდოლისა და ამავე სახელწოდების ქალაქის აღდგენას ცდილობენ. არც ერთი გონიერი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ ლეგენდა ბაბილონის გოდოლზე ისტორიული ფაქტია და რომ ყველა ხალხი და ენა მესოპოტამიის ერთ პატარა ოლქში წარმოიშვა. ბიბლიური თქმულება ბაბილონის შესახებ რეალურ ფაქტებს შეესაბამება. მათი უარყოფის საფუძველი არ არსებობს. მესოპოტამიის კოშკებს უძველეს ასტრონავტებთან კავშირისთვის იყენებდნენ. მე კი ვიტყოდი გოდოლს სულებთან, დემონებთან და ზნედაცემულ ანგელოზებთან კავშირისთვის იყენებდნენ და არა ეგრეთ წოდებულ უძველეს ასტრონავტებთან დასაკავშირებლად. ბიბლიის თანახმად უფალს ნოეშ თავმავალთა მიერ შექმნილი ცივილიზაცია არ მოეწონა. მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, რას მოგვითხრობს ბიბლია ამის შესახებ. დაბადების მერვე თავში ნათქვამია, რომ როცა წარღვნა შეწყდა, ნოეს კიდობანი არარატის მთის წვერზე გაჩერდა. ნოე ოჯახთან ერთად ხმელეთზე გადმოვიდა. უფალმა მას უბრძანა. შენ და შენი შვილები დედამიწას მოეფინეთ, სხვადასხვა ადგილზე დასახლდით, გამრავლდით და იცხოვრეთო. ნოეს შვილებმა ღვთისნება არ აღასრულეს. ისინი ევფრატსა და ტიგროს შორის მდებარე ნოყიერ მიწაზე დასახლდნენ და ცამდე აწვდილი გოდოლის აგება განიზრახეს. უფალმა კი ისინი გაფანტა. რა უფრო მეტად ჭარბობს ამ სიუჟეტში, ისტორიული სინამდვილე თუ ზღაპარი? ვისან რისთვის ჭირდებოდა ასეთი მაღალი კოშკი? შესაძლებელია თუ არა ყველა ენა ერთ რეგიონში წარმოქმნილიყო, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სცენარში განვითარებულ მოვლენებში უნდა გავერკვეთ. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ მოინდომა მეფე მინროდმა ღმერთს გატოლებოდა. ჩვენ ორ კითხვას უნდა ვუპასუხოთ. პირველი, რეალურად არსებობდა თუ არა ბაბილონის გოდოლი და მეორე, ყველა ხალხი და ენა მართლაც მისი დანგრევის შედეგად წარმოიშვა თუ არა. ძლევა მოსილო მეფეო ნიმროდ. შეისმინე ხალხის ღაღადი. ისმინე ხმა წინაპრების ღმერთისა და ემორჩილე ღვთის სიტყვას. თემებად გადასახლდით და სხვა ხალხები წარმოშვითო. თქვა მან, ნუ განარისხებ უფალს. თორემ იგი ახალ წარღვნას მოგივლენს. რას მთხოვ ვეზირო? არაფერს დიდო ხელმწიფე. ქალაქში ყველა იმაზე ჩურჩულებს, რასაც მოხუცი მათხოვარი ქუჩაში გახვირის. ვინ არის მათი ღმერთი? რა ქვია? რაღაც ზღაპრების გამო ხელისუფლება და სიმდიდრე დავთმო? სად არის მათი ღმერთი? მიპასუხე ქურუმა. მიპასუხე. მე არას ვუძღი დიდო ხელმწიფე, სულელი მოხუცი ამბობს, რომ ჩვენი წინაპრების დროს ქვეყნიერება წარღვნას წაულეკავს. მე და ჩემს ქალაქს წარღვნა ვერაფერს დაგვაკლებს. ამ კოშკს ხომ ხედავთ? მისი წვერი მალე ცასმის წვდება. მაშინ წარღვნის აღარ შეგვეშინდება. ხომ ასეა არქიტექტორო? ამ კოშკის წყალობით დიდო ხელმწიფე. ღმერთზე მაღლა ახვალ. სადაც უნდა იყოს, მიწაზე თუ ზეცაში. საუკუნეთა მანძილზე სკეპტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ დაბადებაში აღწერილი სანაარის ქვეყანა სინამდვილეში არ არსებობდა. სიმართლის დასადგენად ძველი აღთქმის მკვლევარს პროფესორ დევიდ დოილს მივმართეთ. ბიბლიის მკვლევარები ეჭქვეშ აყენებდნენ არა მარტო სანაარის ადგილმდებარეობას, არამედ თავად მის არსებობასაც. თუმცა გასული საუკუნის დასაწყისში არქეოლოგებმა ლურსმული დამწერლობით დამშვენებული 1000-მდე ასეთი ფირფიტა აღმოაჩინეს. ეგვიპტეში, სირიაში, ხეთებისა და ხორეების მიწაზე აღმოჩენილ ფირფიტებზე სანაარის მიწაც მოიხსენიება. ბიბლიაში აღწერილი ქვეყანა, აი აქ, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე მდებარეობდა. უძველესი ისტორიკოსები ალექსანდრე დიდის ჩათვლით ამტკიცებდნენ, რომ ბაბილონის გოდოლის ნანგრევები უნახავთ.
უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამარემარეში შუმერების, ასურელებისა და ბაბილონელთა სიმდიდრეს მიაგნეს. არქეოლოგთა ნაწილს მიაჩნია, რომ ბაბილონის გოდოლი ერაყის სამხრეთში, ბირს ნიმროდის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მეორენი უპირატესობას ბაბილონის მახლობლად მდებარე ეტემანაკის ნანგრევებს ანიჭებენ. რომელი თვალსაზრისია მართებული? სად მდებარეობდა ბაბილონის გოდოლი? არქეოლოგიური ნივთმკიცებულებების თანახმად გოდოლი ეტემანაკში, ანუ ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, 65 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ბაბილონში მდებარეობდა. ახლახან Reader's Digest-ში ეს მონაკვეთი ბაბილონის გოდოლის სავარაუდო ადგილმსაყოფელად მოიხსენიეს. დღეს გოდოლის მაკეტი ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მუზეუმშია დაცული. უზარმაზარი გოდოლის მშენებლობა უძველეს ხალხს მძიმე ტვირთად დააწვა. გრანდიოზულ მშენებლობას აურაცხელი მუშახელი და დიდი თანხა სჭირდებოდა. ნიმროდი ნამდვილ ტირანად გადაიქცა. ბაბილონის მოსახლეობა მის უღელქვეშ გმინავდა. გოდოლის მშენებლობას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ნიმროდს ზეცაში ასვლა და ღმერთებთან გატოლება სურდა, განუსაზღვრელი ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა. ხედავ მეფეო, ცეცხლში გამომწვარი აგური როგორი მყარია. მზეზე გამომშრალ აგურზე მეტადაც კი. ამ აგურებით ისეთი კოშკის აგება თუ შეიძლება, მისი წვერი ზეცას რომ წუდებოდეს. ზეთის მბრძანებელ მზეს ვფიცავ, რომ ეს კოშკი ცად აგვამაღლებს. სულ მალე შენი ქურუმები ღმერთებს ხმას მიაწვდენენ. და შენ ამაღლდები დიდო ხელმწიფე. უკანასკნელ წლებში ამ მშენებლობის თაობაზე რამდენიმე უცნაური თვალსაზრისიც გამოითქვა. ერთ-ერთის თანახმად გოდოლის მშენებლობა ეგრეთ წოდებულ უძველეს ასტრონავტებს უკავშირდება. თითქოს დედამიწა სხვა სისტემის პლანეტიდან მოსულებმა დაიპყრეს, რომელთაც ძველი ხალხი ღმერთებად მოიხსენიებდა. შუმერები ხშირად მათ პატარა ქანდაკებებსაც კი ამზადებდნენ. მაგალითად ეს იმ პირველი ასტრონავტების წარმომადგენელია, რომლებიც სპარსეთს დაეშვნენ. ქალების გამოსახულებებიც არსებობს. ამ ქანდაკებებით თუ იმსჯელებთ, იმ არსებებს ფრენა უნდა შეძლებოდათ. ისინი ადამიანები იყვნენ, თუმცა ბიბლია მათ უძველესი ხალხის ღმერთებად მოიხსენიებს. მართალია ვერსია ასტრონავტების შესახებ ერთობ საინტერესოა, მაგრამ წმინდა წერილის გასაშიფრად არ გამოდგება. იუდეურ სიტყვათა შეთანხმება ბრაინ ელოჰიმი სინამდვილეში ანგელოს, ანუ ზებუნებრივ არსებას ნიშნავს და არა ასტრონავტსა და უცხო პლანეტელს. ასეთ მცდარ ვერსიას ბიბლიის არ ცოდნა და იმის უარყოფა წარმოშობს, რომ ბიბლია ერთი მთლიანი, არამიწიერი გზავნილია. როჯერ ოკლენდის აზრით უძველესი კოშკები კავშირის საშუალება იყო და სხვა არაფერი. სადაწვდენილ კოშკში კავშირის საშუალება იგულისხმება და არა ნაგებობის ფიზიკური სიდიდე. ალბათ ბაბილონში კვარცის ისეთივე კრისტალებს იყენებდნენ, როგორცაც აქ ხედავთ. თუ მათ საჭირო მიმართულებით დავალაგებთ, ისინი რადიოტალღებს წარმოქმნიან. დაბადების მე-11 თავში ნათქვამია, რომ გოდოლი გამომწვარი აგურით იყო ნაშენი. ქვიშის აგური ცეცხლში დამუშავების შედეგად კვარცისებური ხდება. ასეთი აგურის განაგებული კოშკი ალბათ გადამცემის მაგივრობას ასრულებდა. ბიბლიის თანახმად უფალს გოდოლის მშენებელთა განზრახვა არ მოეწონა. ამიტომ სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა და მთელს დედამიწაზე მიმოფანტა. ლეგა ღრუბელზე რა სიტყვი კოშკს ზევიდან რომ დააფენია.
ჩვენი ხელმწიფეც საგონებელშია, შეშინებულია და დარბაზში მარტო გამოიკედა. აქ წელიწადის ამ დროს ყოველთვის ჭიქა-ქუხილის ხმა ისმის. ავდარს კოშკთან აკავშირი აქვს. უცნაურია, რომ ღრუბელი ერთი ადგილიდან არ იწვის. რამდენიმე მშენებელი ელვამ დახოცა. დამიჯერეთ ეს სავის მომასწავებელი ღრუბლებია. ხოდა გაფანტე. სტყობე ღმერთებს ხალობის თვალით გადმოგხედონ. გონი შენი ხუმრობა მართლაც შეისმინეს. საღამო ძლიერი ჭიქა-ქუხილი იქნება. წავიდეთ სადმე შევაფაროთ თავი, ვიდრე ქარიშხალს არ დავუხოცივართ. სწრაფად. წავიდეთ აქედან. ჩირაღდანი მომიტანეთ. ჩემი ჩირაღდანი მომიტანეთ. გაანათეთ ბრიყვებო, ქარბუქი იწყება. ნუ შეშინდები დიდო ხელმწიფე, უბრალოდ ბუნება ბობოქრობს. განაბუნება თავად ღმერთი არ არის კურუმო. ღმერთებს მსხვერპლი რატომ არ შესწირე? იქნებ შენც ჩემი დაღუპვა გინდა. ჩემო მბრძანებელო, დილით ღმერთებს ორი ცხვარი და ორი ხარი შევწირე. ეგ არ კმარა. ხომ ხედავ განრიცხებულნი არიან. უფრო მეტი ცხვარი და ხარი უნდა შესწირო. ან ჩვილი. ახალშობილი ჩვილი. არა, ერთი კი არა. 50 ჩვილი. ახალშობილების სამსხვერპლო ცეცხლზე დაწვით. ღმერთო, რისთვის მსჯი? უმადურო კერპებო. გწყევლით. დაანგრია უფალმა გოდოლი, აურია მშენებელთა ენა და აღარა ესმოდათ მათ ერთმანეთის. გაფანტა ისინი მთელი დედამიწის ზურგზე. ასე წარმოიშვა სხვადასხვა ხალხი და ენა. მაშასე, ამ ამბის დასასრულს მივუახლოვდით. შესაძლებელია თუ არა, რომ ყველა ხალხი და ენა ბაბილონის გოდოლის დაანგრევის შედეგად წარმოშობილიყო. ორთოდოქსი ქრისტიანები ამტკიცებენ, რომ ენების აღრევა ბაბილონის გოდოლის მშენებლობის გამო მოხდა. მაგრამ ეს არც ისტორიული და არც არქეოლოგიური ცნობებით არ დასტურდება. დღეს მსოფლიოში დაახლოებით 5000 ენა და 50-დან 200-მდე შეუსწავლელი დიალექტი არსებობს. მრავალი ენა ინდოევროპულ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ჩვენს ერამდე მე-3000 წლეულში წარმოიშვა. ეს ძველი ბაბილონის ეპოქაა, შემდეგ უკვე ჩიხში ვემწყდებით. სხვადასხვა ხალხის ერთდროულად წარმოშობა ბაბილონის გოდოლის განადგურების შემდეგ თეორიულად შესაძლებელი იყო. ეს ეგრეთ წოდებული პიუნეტის კვადრატია. ბიოლოგები მას გენეტიკური ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად ყველა რასის წარმომადგენლის, ანუ განსხვავებული ტიპის კანი შევქმნათ. ბაბილონის გოდოლის დისკუსიამ ერთი მთავარი კითხვა წარმოშვა. შესაძლებელი იყო თუ არა ყველა ენის ერთი საერთო ფუძიდან წარმოშობა. აღმოჩნდა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია. ანთროპოლოგიური კვლევების თანახმად, ძველი სამყაროს ხალხთა დასახლება სწორედ აქედან. ახლო აღმოსავლეთიდან, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ბიბლიის თანახმადაც ამ პროცესს საფუძველი ბაბილონის გოდოლის ტერიტორიაზე ჩაეყარა. თანამედროვე ანთროპოლოგიამ ეს ფაქტობრივად დაადასტურა. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა მოსაზრება. ვიცით, რომ დაბადების მე-11 თავი ბაბილონის გოდოლზე მოგვითხრობს. სინამდვილეა ეს თუ მითი? მეცნიერული არგუმენტების გათვალისწინებით კვალიფიციური აზრი ბიბლიის სასარგებლოდ მეტყველებს.
ნუ დავივიწყებთ, რომ ბიბლიაში აღწერილი სცენარის ქვეყანა მითიურად მანამდე მიაჩნდათ, ვიდრე საუკუნეთა მიჯნაზე წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მისი არსებობა არ დაადასტურა. როგორც ჩანს, ეტემანაკი მართლაც ბიბლიური ბაბილონის გოდოლის ნანგრევებია. თუმცა ეს თემა ამით არ მოიწურება. ბაბილონის გოდოლის ამბის ერთი თავი დღემდე დაუსრულებელია. 2,500 წლის წინათ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ფირფიტებზე ლურსმული დამწერლობით შესრულებული ანდერძი დატოვა. მან ყველა ტაძრისა და სასახლის აღდგენა ბრძანა. დაბადებაში ნათქვამია, რომ ძველი სამყაროს ყველაზე ძლევამოსილი და გარყვნილებით განთქმული ქალაქი ბაბილონი არმაგედონის ბრძოლის დასრულებამდე ფერფლიდან აღდგებოდა. 1000-ლეულების მანძილზე ერაყის ქვიშით დაფარულმა ნანგრევებმა მზის სხივი იხილა. ეს ახლახან გადაღებული კადრები იმაზე მეტყველებს, რომ ძველი ბაბილონის აღდგენა რეალურად შესაძლებელია. ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინს ამ პროექტის განხორციელება დიდი ხნის წინ სურდა. ერაყელმა ოქრომჭედლებმა, ინჟინრებმა და არქეოლოგებმა დაარწმუნეს, რომ ქალაქის აღდგენა შესაძლებელი იყო. დღეს რამდენიმე ნაგებობა მართლაც აღდგენილია. ბაბილონის სრული რეკონსტრუქციის გეგმაც არსებობს. არავინ იცის, ჰუსეინმა უძველესი ქალაქისა და გოდოლის აღდგენა რატომ მოინდომა. იმედია მხოლოდ ის სურდა ქვეყნის დიდებული წარსულისთვის დროის საბურველი ჩამოეცილებინა.